რა ურჩიე მე შეკრების ჩატარება თუ შეუძლიათ სადურ რა ადგილს ურჩევ დავარკვე მეთქი და მე გეტყვი მეთქი და ეგრევე ვერ მეტყვი რა არის ის რაც მეც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება იმისთვის რომ ცხრილში ცოტა ზემოთ ავიდოს ამ წაგებებიდან იმედი ამოვალთ და სტაბილური გუნდი გავხდებით რომ უფრო მეტი დრო მომეცეს შეტევაში გიორგი მოგესალმებით მადლობა პირველ რიგში დათმობილი დროისთვის ახალი სეზონი, ახალი კლუბი, ახალი ქვეყანა. რა გამოწვევები დაგხვდა საფრანგეთში და ბოლომდე დასრულდა თუ არა ადაპტაციის პერიოდი? გამარჯობათ. კი, სულ რთულია ზოგადად შეცვლა ქვეყნის, რომც ქვეყანა არ იყოს, გუნდის შეცვლაც რთული არის ხოლმე, იგივე ქვეყანაში მომოგიწევს რომ შეიცვალო გუნდი, მაგრამ მე ზოგადად მიწევს ხოლმე უკვე მე-4 ან მე-5 წელია ქვეყნის შეცვლა ენის, საჭმელის, ტრადიციების და რთულია, იმიტომ უფრო დიდი დრო გჭირდება რომ გაიარო ადაპტაცია, მაგრამ რადგან მე მიჩვეული ვარ, ცოტა უფრო მალე შევდივარ ამ კონტაქტში, ფეხბურთელებში, გასახდელში კარგად ვარ ყველასთან და არ მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ მიჩვეულად ზოგადად ეგრე დაიწყო ჩემი ცხოვრება ფეხბურთის 12 წლიდან სხვა ქვეყანაში გადავედი და არ მიჭირს ენების სწავლა მალე და მაგრამ აინც ახლა არ ვთვლი რომ ადაპტაცია გავიარე მთლიანად სხვა ლიგაა პირველად თამაშობ ტოპ 5 ლიგაში ცოტა სხვა სისტრაფეებია ანუ ისეთ გუნდში ვარ თან რომ ცოტა რთული სიტუაციაა და სულ გვიწევს ბრძოლა და ვცდილობ რომ რაც უფრო მალე შევალ გავივლი ამ ადაპტაციას უფრო კაი იქნება და ვცდილობ რომ გავიარო ეგ ადაპტაცია ლიგა 1-ის არამ გადახვიდოდი ცხადია უყურებდი გქონდა ინფორმაცია რამდენად გაამართლა შენი მოლოდინი აი წინასწარი შეხედულება რაც გქონდა ან ის სიურპრიზი რა იყო მაგალითად ლიგა 1-ში რაც არ ელოდი ზოგადად ტელევიზორიდან რომ უყურებდი სიურპრიზი იყო რომ ბევრად მარტივი იყო რომ უყურებდი სხვა ლიგებს რომ უყურებ რთულია ჩანს რთულია და ლიგა 1-ს რო უყურებდი ზოგადად ჩანდა რომ არ იყო ეგეთი რთული სათამაშო, მაგრამ აქ უფრო სხვა სპეციფიკა არის, უფრო ინდივიდუალური ფეხბურთელები არიან, უფრო ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად, სწრაფები არიან და აი ამ თვისებებით თამაშობენ ამ ლიგაში და ძალიან დიდი ის აქვთ თავისუფლება რასაც უნდათ მაგას აკეთებენ ზოგადად წინ შეტევაში. და მე რადგან უფრო პრაგმატულ ფეხბურთს ვარ მიჩვეული, სადაც მეუნებიან რა გავაკეთო და ვაკეთებ, ჩემთვის ცოტა სიურპრიზი იყო და დრო დამჭირდა რომ ცოტა გადავერთო და არ ვიფიქრო ჩემ რა წელი რა სიძახის რა. მარტო ეს არის სხვაობა, ფიზიკურად პრინციპში არ გამიჭირდა, ანუ სისტრაფეებში, ანუ ჯამში რა ნარბენი რა კილომეტრებში და ეს ყველაფერი არ მიჭირს. GPS-ი კარგად მოაქვს და მისაჩვევია ცოტა სტილი და ესპანეთში უფრო გუნდური ფეხბურთი იყო, აქ უფრო ინდივიდუალურია და ცოტა მისაჩვევია. კი ბატონო, მეცი როგორც ლიგა 1-ის ქართული გუნდი. ძალიან საინტერესო იქნება გიორგი წიტაიშვილის თვალით დანახული მეცი რო გააცნო ჩვენ მაყურებელს. როგორია? ძალიან ტრადიციული გუნდი არის, ძალიან აი ამათი მენტალიტეტი გუნდის თლიანად გავს ქართველების მენტალიტეტს არ არის ტიპიკური ფრანგული გუნდი მე ეგრე ვთვლი იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას აქცევენ ყურადღებას როგორ იქცევი რა დროს მოდიხარ რა დროს მიდიხარ და როგორ გვექცევიან ჩვენ ქართველებს ძალიან დაინტერესებულები არიან და ბევრ რაღაცებს მეკითხებიან საქართველოზე даже იმ დონეზე რომ შემეკითხეს ბორების ჩატარება თუ შეიძლება ესპანეთის საქართველოში და ეგეთ რაღაცებს უნდათ რომ შემოვიდნენ ალბათ ქართულ მარკეტში ფეხბურთელების და სხვებსაც აკვირდებიან ეგ ვიცი. რა ურჩიე მე შეკრების ჩატარება თუ შეუძლიათ სადურ რა ადგილს ვარკვე მეთქი და მე გეტყვი მეთქი და ეგრევე ვერ მეტყვი უნდა ვიპოვო კაი რაღაცეები და მაგრამ გვაქვს მეთქი ინფრასტრუქტურა, სადაც შეიძლება ჩაატაროს ბორი და სადაც კაი ჰაერი არის, კაი გარემო ყველაფერი და ამხანაგურების თამაშიც შეიძლება მეთქი, იმიტომ კაი გუნდები გვყავს მეთქი. გუნდში ორი ქართველი ხართ, შენ და გიორგი აბუაშვილი. საქართველოზე კითხვებს მისვამენო, თქვი, იმედია ეუბნებით, რომ ყველა ქართველს გიორგი არ ქვია, ხო? ეგ ხო იციან? ეგ იციან, მაგრამ არ ჯერათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გიორგი შეხვდა თავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ
ჩვენს გარდა კიდევ ვიღაც ქართველები ვინც ცხოვრობენ ან მოდიან ფანები რო შეეკითხები რა ქვია გიორგი 90% გიორგი იყო და უთხარი სხვადასხვა სახელების ყო მაგრამ ყვარას გამო ზუკას გამო იციან რომ სხვა სახელების არსებობს იმიტომ რომ კარგად აჩვენეს თავისთავი ლიგა 1-ში. კაი, ფანტაზიაც რო გვაქვს, მაგას მინდორზეც აჩვენებთ. კარგი. შენ და გიორგი გიგი აბუაშვილი ხართ გუნდში ერთად. გიო ეს მესამე შემთხვევაა, როცა არაქართულ გუნდში შენ გარდა კიდე ერთი ქართველია, ბექავაჩი ბერაძე იყო ოდესაში, ჩერნომორეთში შენთან ერთად და კვეკვე იყო შენთან ერთად პოლონეთში, ლეხ-პოზნანში. პირველი შემთხვევა, როცა შენ ხარ უფროსი რამდენიმე წლით. აი, სპეციფიკა და შენი და გიგის თანაცხოვრებაზე რომ მოგვიყვე, რამდენად დიდ დროს ატარებთ მოედანს მიღმა და რამდენად გეხმარებათ ორივეს რომ ერთად ხართ გუნდში. ვის შემიძლია თქვა რომ ძალიან გვეხმარება მეც და მაგასაც რომ ერთად ვართ გუნდში, იმიტომ რომ რაც სირთულე არ უნდა იყოს, შეგიძლია ილაპარაკო, ვისაც ენდობი, იმიტომ რომ ხო იცით ეს სპორტი არის, არიცი ვის უნდა ენდო, ვის არ უნდა ენდო даже გუნდში. იმიტომ რომ ყველას სურს ითამაშოს, მეც სურს რომ ვითამაშო და კარგი არის ადამიანი რო ყავს გვერდში, რომელსაც შეგიძლია ყველაფერი უთხრა და არ იფიქრო იმაზე, რომ რამე შეიძლება მოხდეს მაგის მერე, რასაც ეთქვი. და რა შეეხება მოედნის გარეთ, რაც არ უნდა იყოს, თუ სადმე გავედით, გავდივართ ერთად, მე ხა ოჯახი მყავს, ცოტა ისე ბავშვი, პატარა ბავშვი და არ მაქვს მაგდენი დრო რომ გავიდე გარეთ, მაგრამ თუ გავდივართ, ერთად გავდივართ. არ არის ესეთი ქალაქი, რომ ძალიან ბევრია გაიარო, გამოიარო. თან ისეთი ამინდია, რომ არ გსურს რომ გავხიდე გარეთ და მაგრამ სულ ერთმანეთს გვერდში ვდგივართ და მე როგორც დამეხმარა კვეკვესკინმა ლეხ-პოზნანში რომ ვიყავი, ვცდილობ ეგრე დავეხმარო აბუაშვილს აქ. იმიტომ რომ კვეკვემ ძალიან დამეხმარა მეორე ნაწილი ჩემი სეზონის პოლონეთში ერთი წუთიც არ მითამაშია და ძალიან რთული პერიოდი იყო და კარგი იყო ის რომ კვეკვე იყო გვერდში და მეც თუ რამე სირთულე შეიქმნა არის, ვცდილობ რომ დავეხმარო და ჩემი გამოჩნდება გაუზიარო აბუს. გიო, გუნდზე და გუნდის შედეგებზეც თქვა, ზედიზედ მიჯრით 3 მოგება გქონდათ, რასაც მე 3 მარცხი მოყვა, თითქოს აი ეს სტაბილურობის დაჭერა გუნდს უჭირს, სამწუხაროდ ბოლო ადგილზე ხართ, მაგრამ არის შანსი, არც თუ ისე დიდი მანძილია სამშვიდობომდე. როგორ ფიქრობ, რა არის ის, რაც მეც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება იმისთვის, რომ ცხრილში ცოტა ზემოთ ავიდეს? ალბათ ლიგა 1-ის გამოცდილება, იმიტომ რომ კაი თვისებები აქვს ჩვენ გუნდს, შეგვიძლია კაი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვანახეთ ეს სამ თამაში და რაღაც თამაშები იყო, რომელიც წავაგეთ, მაგრამ არ ვიმსახურებ წაგვეგო. მაგრამ ყველაზე მეტად რაც ვფიქრობ, რომ უნდა გახდეს სტაბილური, არის ჩვენი ხასიათი გუნდის, იმიტომ რომ არ ვართ ჩვენ მაგ მდგომარეობაში, რომ თავისუფლად ვითამაშოთ ბურთით მარტო. ეს შეეხება დაცვაში თამაში, შეეხება მეორე ბურთის მოგებას, დუელების მოგებას, ეგ უნდა იყოს პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ არ შეიძლება უნდა შევეცადოთ, რომ 0-ზე დავამთავროთ 90 წუთი, იმიტომ რომ წინ სულ გვაქვს რაღაც მომენტი და სულ ვქნით ან ვიტანთ გოლს. და ალბათ ეგ გვიჭირს, რომ დავაბალანსოთ ეს, იმიტომ სამი თამაშის მოგების მერე კაი პერიოდი იყო და შეიძლება გუნდმა მეც პირადად ვიფიქრეთ, რომ შეგვიძლია ცოტა ვითამაშოთ, შეგვიძლია დავიჯერეთ ჩვენ თავში და დავაკელით იმ დაცვით თვისებებს, რაც უნდა გვეთამაშა სულ. მარტო ამაგას ხედავ, იმიტომ რომ აი ეს კაი ფეხბურთი გვყავს, მაგრამ აი გამოცდილება არ გვაქვს ლიგა 1-ის, იმიტომ რომ ეს დიდი დონეა, არ შეიძლება აქ მოდუნდე, არ შეიძლება რომ აცადო ვინმეს რამის გაკეთება და ყველა შეუძლია რაღაცა გააკეთოს. მესმის, მომდევნო ტურში ჩვენი მაყურებელი მეცისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირებას ნახავს. დიდი მატჩია, ცხადია ერთის მხრივ რომ PSG-სთან მატჩი, ბუნებრივია აქ რაღაც ყოველგვარ დამატებით ზედმეტ მოტივაცია ესაუბარი, ზედმეტია, მაგრამ ხვიჩას წინააღმდეგ მოგიწევს თამაში. საინტერესოა ეს დამატებით მოტივაციას გაძლევს თუ არა? დამატებით მოტივაციას ნამდვილად არ მაძლევს, იმიტომ რომ ზოგადად მე ისეთი ადამიანი მიყვარს ფეხბურთი და არ აქვს აზრი ვისვე თამაშებიან, რა დონეზე ვთამაშო. იმიტომ რომ მიყვარს ფეხბურთი და ყოველ თამაშისთვის გამოვდივარ დიდ მოტივაციით. რომც არ გამომივიდეს რამე ბურთით ან შეტევაში, მე ვიცი რომ სულ დავიხარჯები და გავაკეთებ როგორ მინიმუმ ტაქტიკურად რაც მითხრეს მაგას გავაკეთებ. რაც შეეხება კი ძალიან 2 წლის წინ ცუდად არ გამიგოთ ბათუმში ვთამაშობდი და ლიგა 1-ში ვარ PSG-ს რა ვეთამაშო.
და რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ისეთი მომენტია ტელევიზორიდან რო უყურებდი და ეხლა თამაშობ. არ ვიტყვი რომ ოცნება იყო ეს თამაში მეთამაშა, მაგრამ ყველა ფეხბურთელს სურს ესე ითამაშები, რომ ითამაშოს თავის კარიერაში და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებაა რომ ყვარას ვეთამაშები და პირადად მაგასთან რომ მომიწევს თამაში არ მაქვს мотиваცია, მაგრამ მინდა რომ მოვიგო, რომ ცოტა დაურეკო თამაშის მერე და ვილაპარაკოთ, სალაპარაკი მქონდეს. მეგობრები ხართ, ყოფილი თანაგუნდელები, თანანაკრებელები, როგორ გირჩევნია? კვარა მარჯვნიდან იდგეს და ბევრი შეხება გქონდეთ და ბევრჯერ მოგიწიოთ ერთმანეთთან თამაში თუ მარცხნიდან იყოს და უშუალოდ ინდივიდუალური დუელი ბევრი არ გქონდეთ შენ და ხუჭას. შორს იყოს, ჩემგან შორს იყოს ჯობია. კაი, თხოვნა მაქვს. ჩემ გვერდზე იქნება ბურთი რო არ მიიღოს. თხოვნა მაქვს. მატჩ რა თქმა უნდა კომუნიკაცია გაქვს სულ ხაზზე ხართ, აი ამ მატჩამდე, კი გასაგებია კვარას ლიგა აქვს სათამაშო, მაგრამ ამ მატჩამდე ხართ ხაზზე, აი მიმოწერა თუ შეგიძლია გვანახე, ან მოგვიყევი რას წერს ან შენ რას წერ თამაშამდე, რა მომდევნო მატჩამდე. არა, ამ თამაშამდე არ მქონდა ნაკრებში ვილაპარაკეთ ამ თამაშზე რო გვექნება. მაგრამ ჯერ არ ვიცით ითამაშებს, არ ითამაშებს, ლიგა ისა ჩემპიონთა ლიგა აქვს და შეიძლება როტაცია იყოს, არ ვიცი. ზუსტად. მაგრამ აი ამ თამაშის მერე ჩემპიონთა ლიგის მივწერ, რაღაცები უნდა გავიგო, თუ მითხრა. და არაფერი ზუკა ხუმრო გაუტანა გოლი და შენც უნდა გაუტანო და ზუკამ რო ეთამაშა ხო გაუტანა ჩარიმა და აჰა იმედია მეც თუ მექნება საშუალება მაგისი რომ შეუტიოთ გავიტან. ბრესტთან გოლების პირადი ანგარიში გახსენი, ნახავთ ჩვენი კომენტატორის მიშო ჩიტიძის საუცხო აღნიშვნას, გიორგი მესამე. სახელებზე უკვე ვილაპარაკეთ, აქ მაგის კითხვა მინდოდა, რომ რამდენად იციან კლუბში, რომ გიორგის გარდა ჩვენ სხვა რაღაცებიც ქვია. რამდენად დაგეხმარა ფსიქოლოგიურად გოლების ანგარიშის გახსნა პირადად შენ? ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ზოგადად რთულია შემტევი რო ხარ და 90% შენი თამაშები რაც ითამაშე არ გიწევს შენ პოზიციაზე თამაში და როცა მოგიწია გოლის გატანა, იმიტომ რომ რთულია როცა ხედავ რომ გაქნა თამაშები თქვა 15 თამაში ან 14 და 0 გიწერია გოლზე და ცოტა მე შენ თავში არ ხარ ეგეთი დარწმუნებული რომ გახარ მომენტი რო გაქვს დასარტყმელი შეიძლება იფიქრო ვერ გაიტან როცა აი გრანადაში რო ვიყავი თქვა რომ 3, 4, 5 უკვე ისე ვიყავი რომ ვუყამდი ან ეროდა რომ გავიტანდი. და თან ლიგა 1-ში გატანა როგორ უნდა დავამთავრო სეზონი გოლის გარეშე ესეთ ლიგაში. და იმედია კიდე გავიტან ბევრ გოლს, იმიტომ რომ გუნდს ჭირდება ეს, გუნდს ჭირდება ჩემი შემტევი თვისებები. და იმედია ამ წაგებებიდან იმედია ამოვალთ და სტაბილური გუნდი გავხდებით, რომ უფრო მეტი დრო მომეცეს შეტევაში, იმიტომ რომ ბევრ დროს ვატარებ დაცვაში. მადლობა. გიორგი მიქაუტაძეზეც უნდა გკითხოთ, ცხადია, შენი თვალით დანახული ჟორჟი როგორია თვითონ მეცელებისთვის და მეცის გუნდში ვინც დაგვდა ყველასთვის. რას ყვებიან? არა მარტო და ცხადია ძალიან უყვართ ჟორჟი მეცში. რაღაცა სახალისო ამბებსაც ხო არ იხსენებენ, ისეც რომელიც თქვათ არ გასაჯაროვებულა ან უშუალოდ მანდიციან. არა, ისეთ რაღაცებს არ ყვებიან, რომ ამ გუნდისთვის ძალიან დიდი ფეხბურთელია მიქაუტაძე და შეიძლება ახლა ახალგაზრდა კიდე თამაშობს, მაგრამ ამ გუნდისთვის შეიძლება ლეგენდა არის, როგორც მესმის მე აქ შიგნით გუნდში, როგორც ხალხი ლაპარაკობს, ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთა, ძალიან უყვარდა ეს გუნდი, ეს ქალაქი. და ზოგადად როცა უყვარ ხარ ხალხს, ესე იგი კარგად არ აქვს მნიშვნელობა როგორ ითამაშე შენ აქ რამდენი გოლი გაიტანე. თუ უყვარ ხარ ხალხს როცა წახვედი მაგის მერე, ესე იგი კაი პიროვნება ხარ და კარგად იქცეოდი ამ გუნდში. რადგან ყველა შენზე ლაპარაკობს და ყველას ახსენდება შენი თამაშები, შენი ყოველდღიურად რა შვებოდი. და
ჩვენთვისაც დიდი мотиваცია და თქვათ რთული ის იყო სათამაშო მაგის მერე, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაც გააკეთა ამ გუნდისთვის და დიდი мотиваცია გვაქვს ჩვენც რომ ანუ უფრო ნაკლები არ გავაკეთოთ. 20-ს ახლა ვერ გავიტანთ ალბათ, მაგრამ ვეცდებით რომ დავიჭიროთ იგივე ხარისხი ან უკეთესი ვანახოთ. თვითონ ჟორჟისგან რა რჩევები მიიღეთ შენ და გიგიმ სანამ გადახვიდოდით? ეგ ზუსტად რაც თქვი, რომ შიგნით ძალიან კარგი ხალხია გუნდში, კლუბში და ძალიან დაგვეხმარებიან ყველაფერში. ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგადად რო გადადიხარ სხვა ქვეყანაში, სხვა გუნდში, ადაპტაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყავდეს კლუბში ხალხი, ვინც ნამდვილად გეხმარება. და ქალაქი კარგი არისო, ბაზაც კარგი არისო, ფანები გულშემატკივარი ძალიან კარგი არისო, სტადიონიც და ანუ ყველაფერი ისე მითხრა, რომ მომიწია ეგრევე კი თქმა არც დავფიქრდი ბევრი და მე უკვე მე დაველაპარაკე აბუაშვილს. იგივე სიტყვები უთხარი, რაც მიქაოდაზე მითხრა და აბუაშვილი წავოვიდა. კარგი, გიორგი, მადლობა. სანაკრებო თემას უნდა შევეხოთ. ცხადია, მოკლედ ოღონდ როგორ ფიქრობ? რა იყო ბოლო პერიოდში ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიზეზი? ზოგადად რთულია, იმიტომ რომ ძალიან კარგი პერიოდი გქონდა. მე რო ჩამოვედი, ვიყავით ძალიან რთულ პირველად რო ჩამოვედი ნაკრებში, ძალიან რთული პერიოდი იყო, სიტუაცია იყო ეგ პერიოდი, როცა ახალი პროექტი იყო ფედერაციისგან და ახალი პროექტი იყო ნაკრებისთვის, რაც გაამართლა, შეიძლება ეგრე ვთქვათ, ევროპაზე გასვლამ და მაგის მერე გვაქვს ჩავარდნა. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, ვიცი რომ ხალხისთვის არაა ნორმალური, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ სიამოვნებს როცა აგებს ნაკრები, მაგრამ ნორმალურია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ სტაბილური ნაკრები, ეგ არის გეგმაში, ეგ არის პროექტი, რომ გავხდეთ სტაბილური ნაკრები, კარგ დონის ნაკრები, მაგრამ რთულია ერთი გამართლების მერე ზოგადად ფეხბურთში ცხოვრებაშიც, როცა ამართლებ, ცოტა მოდის ხოლმე, რომ ჩავარდნაც არის. და ეგ მნიშვნელოვანია, ხა ამ ჩავარდნიდან რომ ამოხვალ, მაშინ არის გაკრას ეგ პერიოდი, სადაც უნდა დაიჭიროს სტაბილურობა. და ჩვენ მაგას ვცდილობთ, არ უნერვიულობთ ამ სიტუაციის გამო, ვიცი რომ ეგრე გამოიყურება გარედან რომ ცოტა რთული სიტუაცია, მაგრამ ვიცით რომ ეს არის პროცესი და ვიცით რომ ყველას თითო ფეხბურთელს უნდა რომ გუნდი გახდეს სტაბილური. და გასაგებია ხა ეს თამაშები რაღაც ახალი რაღაცები ვცადეთ, ახალი ტაქტიკა ვცადეთ, ახალი ჩვენც ვსწავლობთ, ისეთი ნაკრები ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და უნდა გავხდეს სტაბილური, ეგ ნორმალური პროცესია. მაგრამ ჩვენც არ სიამოვნებს რომ ვაგებთ თამაშებს, ყველას მოგების მენტალიტეტი აქვს და უნდა რომ მოიგოს. მაგრამ ეგეც გვესმის რომ ეგ დრო როცა გავხდები სტაბილურები და ვანახებ სტაბილურ ფეხბურთს და სტაბილურ შედეგს. მომდევნო წელი სტაბილურობის ძიების წელი შეიძლება ეგრე ვთქვათ, რომ ეგრე იყოს? მე ეგრე ვთვლი, ახლა არ ვიცი სხვა როგორ თვლის, მაგრამ მე ვთვლი რომ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. გეთანხმები ნამდვილად თავიდან ბოლომდე. ვილი სანიოლი რამდენად ხშირად ყავს ხაზზე, მით უმეტეს რომ მის მშობლიურ ქვეყანაში თამაშობ, მატჩების შემდგომ ცხადია უყურებს მეცის თამაშებსაც, არის ხოლმე რამე განხილვა რჩევების მიღება თავი მსვლელისგან საკლუბო მატჩების მერე მომბ. არა, ერთხელ მქონდა ლაპარაკი, როცა მოვაწერე კონტრაქტს, მომწერა რომ მისურვებს წარმატებებს, რთული ლიგა არის ფიზიკურად, როგორი ლიგა არის, ყველაფერი მომიყვა და ისურვებს წარმატებებს, კარგი გუნდი არისო შენთვისო და მაგის მერე ამ ლიგა ერთზე არ გვილაპარაკე, უფრო ნაკრებზე ვილაპარაკობ ხოლმე, ნაკრებში როცა შევდივარ, მაშინ გვიწევს ინდივიდუალურად ლაპარაკი. ეგრე ახლოს ეხა დარეკვით და ისე არ ვარ. მე მგონი არ უნდა გვეწყინოს, მაგ მხრივ ზურიკოს უფრო აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ ზურიკო მის გუნდში თამაშობს, სენტეტიენი იყო ვილის გუნდი და ამიტომ ზურიკოს შეიძლება სადღაც უფრო მეტრჩევასაც აძლევდეს მაგ მხრივ. საკლუბო დონეზე 20 დეკემბრიდან 4 იანვრამდე შესვენება იქნება. თუ გაქვთ თავისუფალი დრო და როგორ ვაპირებ ამ დროის გამოყენებას? კი, თავისუფალი დრო გვაქვს. თასის თამაშის მერე გვაქვს თავისუფალი და ახალ წლამდე ვიკრიბებით. არ არის ბევრი და 6 დღეა მე მგონი. და საქართველოში არ ამგონია რომ ჩამოვიდე, იმიტომ რომ გზაში მეკარგება მარტო 2 დღე სადღაც.
და ალბათ სადმე წავალ დავისვენებთ 1-5 დღე და ჩამოვალთ ისევ სამუშაოდ. რა არის მომდევნო მატჩებში და არა მარტო მომდევნო მატჩებში სეზონის ბოლომდე, თუ გინდა კალენდარული წელი ვთქვათ, შემდეგი კალენდარულ წელს გიორგი წიტაიშვილის მიზანი? ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საკლუბო დონეზე დავრჩეთ ლიგა 1-ში, მეცი. მაგას ვისურვებ და მეც დავეხმარო ძირითადად ბევრ რაღაცეებში. შემდეგ მე ვარ არ ვიცი თუ არა თავისუფალი აგენტი ზაფხულში. იმედია ისე შევატარებ სეზონს, რომ კარგი რაღაცები მოხდება. და რა შეეხება ნაკრებს, რაც თქვი მანამდე, სურს რომ სტაბილური გუნდი გავხდეთ. რომ და ანუ მე ისეთ სტაბილურს გულისხმობ, როგორც არის მოვიყვანო, რომელი გუნდი მოვიყვანო ნაკრები მაგალითად. აი ავსტრია არ ვიცი, ან ეხლა არ ვიძახი ბრაზილია რო ვიყოთ და არგენტინა, მაგრამ ანუ ისეთ დონეზე ვიყოთ, რომ გადავდგათ ნაბიჯი მაღლა, რომ ყველა თამაში ჩვენთან იყოს რთული, ვინც არ უნდა იყოს, თუმცა ესპანეთი, იტალია არ ვიცი, რომ გაუჭირდეთ თამაში ჩვენთან. მეორე კალათის სტაბილური გუნდი. ჩვენ გვაქვს მაგის ძალიან მაღალ ხარისხის ფეხბურთელები ყავს და ჯერა ვიცი რომ კიდე უფრო კარგ გუნდებში იქნებიან ნაკრების ფეხბურთელები და ახალგაზრდები ვინც მოდიან ვიცი რომ ბევრი კაი ფეხბურთელია და გვინდა ეგ სტაბილურები გავხდეთ სანამ ახალი თაობა წამოვა რომ იმ ახალ თაობა რომ მოვა რომ არ გაუჭირდეს და ნელ-ნელა რომ იმიტომ მე რომ მომვედი რთული სიტუაცია იყო მოგვიწია ბევრი რთული სიტუაციებიდან ანუ ძალიან რთული სიტუაცია იყო მე რომ მოვედი მაშინ ნაკრებში. და არ მინდა რომ ვინმე ახალ თაობამ ეგ პერიოდი მოუწიოს რა. და ალბათ მაგას ვისურვებ ახალ წელს რომ გავხდეთ სტაბილური ნაკრები და შემდეგი რაც იქნება ტურნირი უკვე სტაბილური გუნდად დავიწყოთ ეგ ტურნირი. იმიტომ რომ შეგვიძლია რომ კიდე გავიმეოროთ ევროპა და შეგვიძლია იმედია სოფლიოც იქნება პირველად. იმედია აუცილებლად. გიორგი, მადლობა ინტერვიუს ბოლოს კითხავ ხომ არ იყო რაიმე თემა ან შეკითხვა, რომელზე საუბარსაც ისურვებდი ან ელოდი და მე კითხვა არ დამისვამს. არა, პრინციპში ყველაფერი როგორც ფიქრობდი, ეგ კითხვები იყო და ყველაფერი კარგად ჩაიარა. გიორგი, მადლობა ძალიან დიდი დათმობილი დროისთვის და წარმატებას გისურვებთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. დიდი მადლობა თქვენს ყურადღებისთვის და კარგად იყავით, წარმატებებით თქვენს ყველაფერში და იმედია კიდე უფრო მეჯერ ჩემ გოლს როცა უყურებს თამაშს და კომენტატორი იტყვის შემგვარს გოლზე გიორგი მესამეს გაიმეორებს, იმიტომ რომ მე ძალიან მომეწონა ეგ სიტყვები. ბერმა მანახა აქაც გუნდში, კლუბში, არ ვიცი საიდან გაიგეს ფრანგებმა, რომ ეგრე დამიძახეს და იმედია გავამართლებ მაგ სიტყვებსაც. შენ გოლები გაიტანე და მაგის პირობას მე გაძლევ რომ ყოველი აღნიშვნა დაიწყება მაგით. მადლობა გიორგი, დროებით წარმატებები.